საიდან არის ბრძოლა და შუღლი თქვენ შორის კითხვას სვავს იაკობ მოციქული თუ არა თქვენივე გულის თქმათაგან რომელიც თქვენში იბრძვიან კიდევ ერთხელ აქცენტირება საიდან იბადება ყველა ის ბოროტება გასარსებობს გულის თქმათაგან ამიტომ არა აქვს ჩვენს სულიერ ცხოვრებას ნაყოფი ამიტომ ვართ გაყინული ლოცვის დროს ღმერთი უშვებს აი ხანდახან არის რომ ადამიანს განუსწია ღმერთის შეხება მე რაღაც გარკვეული დროის მერე მისი გული საერთოდ იყინება ვეღარაფერს ვეღარ გძნობს ვერც ლოცვას ვერც ზიარებასაც ვერ გძნობს და ეს წლები და წლები გრძელდება ხანდახან მაგრამ წმენა აქვს იმ დონეზე რომ ეკლესიიდან ვერ მიდის მაგრამ თან ხსოვნა აქვს რომ როგორ შენახებია ღმერთი ჩვენს გულს მაგრამ მეორე მხრივ ძალიან არაკომფორტული გახდება სულიერ ცხოვრება იმიტომ რომ ის სიხარული ის მხიარულება ის ბედნიერების განცდა ეს სისავსე ის ადამიანს თითქოს უქრება აღარ არის რატო იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ იმიტომ რომ ეს გულის თქმები რომელიც ემოციებზე დაფუძნებული იყო რომელიც გვებრძოდნენ ხო და მე რის გამოც აი ითხოვთ და ვერ იღებთ რადგან ბოროტად ითხოვთ რატო ითხოვს ბოროტად რათა თქვენი გულის თქმები დაიკმაყოფილოთ გულის თქმები ეს გულის თქმა მაინც არ არის ის რომ რაღაცა ცუდი იყოს აშკარად არამედ ემოციით გაჟღენთილი გზნობით გაჟღენთილი რომელიც მაბრმავებს და ღვთისნებას ჩემში ფარავს აი ეს ღვთისნების დაფარვა ჩემი ემოციურობით ჩემი სენტიმენტალურობით ჩემი გზნობის მიერებით ჩემი სიმართლით ღვთისნების დაფარვა როცა ხდება ამიტომ ღმერთი უშვებს გულის გაყინულობას თითქოს სხვაგან შემიძლია რაღაცა თქვა რაღაცა ფილმი ნახოს ადამიანმა ან რაღაცა მუსიკა და გული აუჩვილდეს და ატირდეს და ლოცვაში მკვდარი ხდება გული რატომ ღმერთი აკეთებს ამას რომ არ გეგონოს რომ იგივე გულის აჩვილება რაც თქვა აი მოყვას რაღაცა გაუჭირდა და იმის გამო შეიძლება ცრემლი მოგივიდეს თქვა ხო კიდევ მიმეორებ ფილმზე შეიძლება ცრემლი მოგივიდეს და ამ დროს ლოცულობ ქრისტეს ახსენებ ეზიარები არაფერი იმიტომ რომ ეს ემოცია რომელიც იქ გონდა მაგას მიწიერზე რაღაცაზე ხო იგივე ემოცია შეიძლება გადმოვიდეს აქ და სულიერი გეგონოს აი გესმით აი ეს რომ არ გეგონოს რომ არ იფიქრო იმიტომ რომ იქ რო იტირებ მუსიკაზე და ფილმზე და მოყვასის გამო რაღაცის გამო ეს არაფერი დამანგრეველი არ არის დიახაც გზნობისმიერად გამოხატე რაღაც მაგრამ როცა ეს გზნობისმიერი გადმოვა ლოცვაში და შენეს სულიერი გეგონება აი აქ ხდება უკვე მერე პრობლემა სულიერი უნდა იყოს ნამდვილი უნდა იყოს და არა ფსიქოსომატური ამიტომაც ღმერთი უშვებს ამ ჩვენ გულის გაყინულობას და განსაცდელი აი ამ ყალბ ემოციურობასაც ამოწვავს ჩვენიდან აი ეს არის და ეს გზა ძალიან ხანგრძლივია აი ძალიან როგორ ეტყობათ ხოლმე ისიც მორწმუნეებს რომ აი ახალმოსული ადამიანი გულმხურვალე თეოლოგიურად განათლებული ყველაფერი იცის მაგრამ ახალმოსულია და ამ დროს წლების განმავლობაში შეიძლება იმდენი არც უსწავლია იმდენი არც გაუგია არც შესაძლებლობები არ აქვს მაგრამ დიდი ხაი დაბერდა ადამიანი დაღვინდა ეკლესიაში ამასაც კი ხანდახან მნიშვნელობა აქვს და აი დიდი ხანი ეკლესიაში მყოფობას ოღონ პატიოსნად მაგრამ ისეთი ნიჭიერი არ არის ისეთი ცოდნა არ აქვს თქვა ისეთ კაი გარემოში ვერ მოხვდა მაგრამ აი თელი ცხოვრება იცხოვრა ეკლესიაში ადამიანმა ხო წლები ათეული წლები სახეზეც კი ეტყობათ ხოლმე ესეთ ადამიანებს რომ სხვანაირები არიან და სხვა გამოცდილება აქვს კიდევ ვიმეორებ თუ სწორად ცხოვრობს სულიერად მაგრამ არა ისე ინტენსიურად არა ისე ნიჭიერად არა ისეთი ცოდნით არა ისეთ მოძღვართან თქვა ხო არა ისეთი მაგრამ არა ისეთ გარემოში მაგრამ თუ გულწრფელად პატიოსნად ღვთისმაძიებელი და ერთგული ადამიანია ამ დროს გაწელილი დროს და ბევრი განსასწრებელი გადატანილი ბევრი შეცდომები, ბევრი დაცემები, ბევრი შესაბამის დაცემის მერე უნდა წამოდგეს რომ გააგრძელოს აი როცა აი ეს გამოცდილება გროვდება ადამიანის წმენა სხვანაირი ხდება, ნამდვილი ხდება უფრო და უფრო